როდესაც ჯეო ჰოსპიტალს სამართავად გადმოეცა ეს ავტოტრანსპორტი თავისი ავტოფარეხის სასწრაფო დახმარების ბრიგადები აბსოლუტურად რაც იყო ეს ბრიგადები ავჭურვენ ჩვენში აბსოლუტურად ყველაფერია მოწესრიგებული და ყველა ის საჭიროებია რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას უნდა ქონდეს ავჭურვილია ამით მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ თქვენ თუ ჯიათურელი ბრძანდებით რა სოფლები რა პირობებშია სოფლებში მისასვლელი არის თითო გამოძახებიდან შეიძლება სასწრაფო 2 საათის განმავლობაში ვერ დაბრუნდეს მხოლოდ გზას დაჭირდეს ეს 2 საათი ალბათ დამეთანხმებით და აქედან გამომდინარე არის უამრავი გამოძახებები რომელიც არ დასაკმაყოფილებელია და ვაკმაყოფილებთ მაგრამ სასურველი იქნება ხა ავტოფარეხი თუ განახლდება თუ იქნება შეძენილი ახალი მანქანები შემოკარგო მისასალმებელი საკითხი იქნება ჩვენ პრობლემა ჩვენ რაც ყავს იმას აბსოლუტურად უვლით ალბათ მოგეხსენებათ 2008 წლის მანქანები 2005-2008 წლის მანქანები გამოგვეცა ჩვენ შევიძინეთ მე ჩამოვიყვანე უბრალოდ სერვისის პრობლემა დგას ჯიათურაში 2 დელიკა ალბათ ერთი ახლა მოძრაობს და მოქმედებს და ვცდილობ რომ რაიონში სოფლებში არ მოუწიოს გამოძახება იმიტომ რომ ისეთი გზაა და მისასვლელია ზოგან სოფლში იმ გზას გაკეთებაც რო იყოს უბრალოდ ფიზიკურად იმხელა მანძილია და ისეთი მთიან-თაგორიანი რეგიონია რომ ნებისმიერ მანქანას შეიძლება რემონტი დაჭირდეს აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ ვიცით რომ როგორც გაჟღერდა პირველი მარტიდან სასწრაფოები გადავა ისევ სახელმწიფო მართვაში და აქლიანად ავტოპარკი განახლდებოდა. აქედან გამომდინარე ჩვენ რაც ყავს ის მანქანები ისინი აბსოლუტურად ყველა მოვლილია და ალბათ დამეთანხმებით დაგვიანების პრობლემა თუ დგას. იმიტომ რომ ავტომატურად იმდენი დროა საჭირო, რომ ეს აუცილებლად მოყვება ამას. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოძახებები რო არ ჩაგვეგდო და ვერ აუდივართ, ჩვენი ხელმძღვანელობის საკუთარი მანქანებით წასულან ექიმის ბრიგადა ისეთ გამოძახებაზე, რომელიც არის თერაპიული, იმიტომ რომ გამოძახება არის უამრავი, რომელსაც ალბათ ვერაუო აქამდე თქვენს პასუხისმგებლობაში იყო ეს მანქანები და დღესაც დაადასტურებული ინფორმაცია გაქვთ რომ ნამდვილად გადადის თუ ესეც უბრალოდ ტელევიზიით გაიგეთ და მე დადასტურებით ახლა ეს ინფორმაცია გაიჟღერა სამინისტრომ თქვა ზღვა იმის გამოსვლებშიც ვნახეთ რომ სასწრაფო დახმარების სამინისტრომ მოგთხოვა ეს დოკუმენტაციაც რაც ჩვენ რითაც გადმოგვეცა და რითაც უნდა გადავცეთ უკან მის ბალანსზე რა ქონება იყო აღრიცხული და ეს ახლა ხან მოგთხოვეს უბრალოდ და ჩვენ გადავეცით ყველაფერი რაც გადმოგწეს ის საბუთები და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენ ამაზე პასუხს ვერ გაგცემ. მაგრამ დღესდღეობით არის ჩვენ დაქვემდებარებაში და მაქსიმალურად ვცდილობ ყველა მანქანა იყოს გამართული, მოწესრიგებული და აქტიურად და მართლა ექიმებიდან დაწყებული, მძღოლებით დამთავრებული ყველა კეთილსინდისერა და პატივისცემად შრომობს. თუმცა შეუძლებელია მანქანების სიზოლის გამო ხომართალია. ბატონო სიზოლის გამო არის შეუძლებელი. არა, მანქანა ფუჭდება შემოკარგო, ხა იცი თქვენ ჭიათურაში მე მაგალითად ჩემი მანქანით წავედი და ის გამიფუჭდა, იმიტომ რომ საშინელ გზაში მოვხვდი. იმ პირობების გამო კი არა, რომ გზა გაუკეთებელი, უბრალოდ ისეთი სოფლებია, რომ იქ მიუსულელი და მიუდგომელი. ხო მეთანხმებით, ახლა მანქანა შეიძლება გაფუჭდეს, სულ ახალი პარკი რო შეიქმნას კიდევაც. ყველა მანქანას რემონტი და ის დაჭირდება. ამას ეს ჩვეულებრივი ის არის. ხო, მაგრამ ზოგჯერ თქვათ ისეთი ძველი მანქანებია, რომ იმის ნაწილებიც კი აღარ იშოვებაო. არა, ნუ ხო ის მანქანები, რითაც ჩვენ ვართ, უაზის ტიპის მარკის მანქანებია, ნაწილები იშოვება და ამას გვიგზავნიან ყოველი კვირის ბოლოს ვაკეთებ თბილისში ჩვენ სათავო ოფისში მოთხოვნას, გვიგზავნიან ამ ნაწილებს ხელშეკრულება დადებული გვაქვს ქალაქში არის რაღაც პროფილაქტიკა, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს დადებული და გვირემონტებენ ისინი. ეს უფრო ზედმეტი ხარჯი არ არის, თქვათ, ვიდრე ერთი კარგი მანქანის ყოლა და არა, იცით რა, არის ერთი მანქანის კარგი მანქანა ჩამოვიყვანე, მაგრამ გაფუჭდა ჩემო ჩამოვიყვანე 2012 წლის დელიკა, რომელიც არის ორხიდიანი და კვირაში ორჯერ ნაწილს მიგზავნიან თბილისიდან, იმიტომ რომ ფუჭდება. მაგრამ ამაში ეს საქმე რა. დიახ.
უხარისხო ნაწილები, რომლებიც შემოდის საქართველოში, ამას თქვენ გადანაშაულეთ. მესმის მე ვერც ამაზე და უხარისხოს ყიდულობთ, ხარისხის საყიდულობთ, ამას კერავდა. ნაწილები შემოდის უხარისხო, უაზის განსაკუთრებით და შეიძლება იმუშაოს ერთი კვირა და მე ისე გავყვი. ანუ პრობლემა არის ავტოპარკის შეცვლის. თვითონ თქვენი მე პერსონალურად ვარდება ხოლმე ძალიან ხშირად უხერხულ სიტუაციაში ეს გამიგია რომ ვიღაცა გამოეკიდა კიდეც ვიღაცა როცა ესენი აფიში მოშერა ხო ხა ექიმები ჩემო სიტუაცია ჩემო აი და პაციენტი ჩხუბობს სოფლიდან დაეზარა წამოსვლა რომ თავის სოფლის ექიმთან მისულიყო მომართვა მოედანი და ყველაზე დაბალი სალანძღავი და ადვილი სალანძღავი ექიმია ერთი ამბავი დააწყია მინიკაში ექიმი არაფერ შუაში არის ისო არ არის ავტოპარკი განახლებული ან პრობლემა არის ამაში ხო თქვენ რისი რესურსი გაქვს? ჩვენ რისი რესურსი არა გაქვს, იმას ვერ გააკეთებთ. რა თქმა უნდა. გეოხოზვიტასაც თავის გარკვეული მოგება, გარკვეული რაღაც ბალანსი, გარკვეული